ჯაბა! ამას ყველაფერს ჩავსავ. გამოიწერეთ ლევას არ. გამარჯობა, მე ლელა მებურიშვილი ვარ და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩამოვედი ჩემთვის უსაყვარლეს ქალაქში, თბილისში. ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან შუა ქალაქზე ვისაუბრებ და დღეს გაგაცნობ გუნდს, რომელიც ხვიდა ამ ყველასთვის საყვარელ სერიალს. დამომტევით. გადეთ ტელეფონები, ჯერ ჭამეთ და მერე გვიყურებთ. აი ესეც უნდა იყოს სცენაზე. შავი გედი, თეთრი გედი. ცოტა საყვარელი პასუხია. არასოდეს არ წარმოვიდგენდი, რომ ვინმე ასეთ პასუხს გავცემა. თითქმის 20 წელი გავიდა, რაც ეს ყველაფერი ხდებოდა. აი ეს არის ერთ-ერთი ესეთი გულის ამაჩუყებელი, რასაც ახლა ვიზავდი. დიახაც შევიცვალე. არა, ასეც უნდა მომხდარი. სასწაული ამბავია მართლა, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება. რატო აქვს ამხელა რეიტინგი? რატო უყურებს ახალი თაობა, რომელიც დაბადებული არ ყოფილა? მქონდა ძალიან რთული, დაძაბული, ტკივილიანი პირადი ცხოვრება. პავილიონში როცა მიდიოდი, მე მაქსიმალურად ვცდილობდი დამეფარა ჩემი ცრემლიანი თვალები. 9-დან დაარეკე საინფორმაციო სამსახური იყო ასეთი და გოგოების მადლობაო, რომ მანდ ზარები აღარ შემოდის. ქორწილიდან ხალხი მიდიოდა, რომ შუა ქალაქი იწყებაო. ანუ დღეს უნდა მოვსულიყავი? არ ვიცი, ცოტა უპასუხისმგებლობა გაგზარდებოდი. რა არის ველა? გარი! აი, გაგაგრილებ ჩვენკენ. და ეხა ამ გადმოსახედიდან რო უყურებ, ამ დროს სკოჩით მაგ ამის ტექსტი მიკრული ზურგზე. სანდრო, ირაკლი, დათო, მარიკა, თიკა, სალომე, ეს არიან ის პერსონაჟები, რომელთა თაობაზე ყოველდღე მწერთ და ყოველდღე ძალიან თბილ კომენტარებს ვიღებ და წერილებს ვიღებ, ამიტომაც ჩემთვის აი ძალიან დიდი სიამოვნებაა, რომ თქვენს დღეს კიდევ უფრო ახლოს გაგაცნობთ მათ. ჩემთვის ეს ადამიანები არიან უსაყვარლესი ადამიანები და პირველი მოვედით ჯაბასთან, ჯაბა კილაძესთან, რომელიც სანდროს პერსონაჟს თამაშობდა და კი ბატონო, ვიყოთ დღეს სანდრო და მე ვიქნები თიკა. ძალიან ხშირად თიკას მეძახიან ხოლმე, ამიტომ დღეს თიკა ვარ. წავედით. მოვედით ჯაბასთან, ეს არის ძველი ეზო, სადაც ჯაბა გაიზარდა და მე ჯაბას ბავშვობიდან ვიცნობ და ხშირად მოვდიოდი ხოლმე მასთან აი ამ ეზოში სათამაშოდ. ჯაბა, მოვედით. მოხვედი? მე აბა დავიზრებ ბოქსზე რომ აიცა 2 წუთი მინდა ჩამოვალი. კი, არის ჩქარო. კაი. მიდი, გელოდებით. ჯაბა, როგორ მომენატრე? როგორ ხარ? ჰაი ლონდონ. როგორ ხარ? ლონდონ. აი, მე ვიყავ. გაგახსენდა მე ძალიან თან. რა გამახსენდა? შუა ქალაქში. ყოველდღე მახსენებენ, ჯა. ეხლა მოგდი რომ შენ გაიზარდე ამ ძალამაზ ეზოში. მე ხშირად მოვდიოდი ხოლმე პატარა რა ვიყავ შენთან და ვთამაშობდით ხოლმე ერთად და პროსტა ეხლა რა გავიხსენე რა რამდენი წელი გვაკავშირებს ერთად და ბოლოს შუა ქალაქში რო აღმოვჩდით ერთად თან ისეთი სასიამოვნო მოგონება იყო. კი ბატონო, ჩვენი ბავშვობა შეიძლება ითქვას 14-13 წლიდან. და სხვათა შორის მოდი უთხრათ ჩვენს მაყურებელსაც რომ სპექტაკლებში ვთამაშობდით 14 წლიდან. კი ბატონო. და ჯაბა. ბატონო. აი ესეთი დიდი სხვა კავშირებს.
მეგობრობა, ელი ბავშვობის. ნუ აქ კიდე სახსენებელია ჩვენი ძმა და მეგობარი, ტოპის ძალი. ბაჩო. ვიყვარხარ. ჯაბა, მოდი ესეც თქვათ ალბათ ბევრმა იცის შენ სასახებ, რომ შენ სახიობების ოჯახში გაიზარდე, აუცილებლად ასევე ბაჩო თუ ახსენეთ, როგორ არ უნდა ვახსენოთ, ჩემი მეორე დედა ციცინო და თემური შეგხვდა, სხვათა შორის და უკვე ვიჭორავეთ. ციცინოს მაქედან ბევრი კოცნები და გვიყვარხარ ციცი. გაიხსენე თქო, რადგან შუა ქალაქზე ვლაპარაკობთ ამ დღევანდელ ჩემ ეპიზოდში. შენთვის რა შეცვალა შუა ქალაქმა? ყველაზე ისეთი ძვირფასი რა შეიძინე ამ სერიალით? რას ფიქრობ, რომ არ ყოფილიყო, რა არ გექნებოდა? ფიქრობ, რომ ყველაზე ძვირფასი რაც შევიძინე, ეს არის უდიდესი გამოცდილება. არ ჩემ პროფესიაში და ჩამომაყალიბა, ასე ვთქვათ, ჩემს პროფესიონალურ გზაზე უდიდესი როლი ითამაშა. ეს ერთი. ასე ვთქვათ, მარტო ტექსტ მხარეთ რო ავიღოთ. მეორე მეც და აბსოლუტურად ყველა მონაწილეს და არა მარტო მონაწილეს შემქმნელს ამ პროექტის ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი მოუტანა და ყველაზე რთული. ეს არის ადამიანების სიყვარული. შეიძლება პოპულარულიც, ცნობადიც ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ უყვარდე ქართველ მაყურებელს, ეს ალბათ ძალიან რთულია და ასე ვთქვათ, კლასიკა გამოვიდა, ხო? კლასიკის სიბრძნეც ხო მაგაშია, რომ ნებისმიერ ეპოქას ერგება და კარგია და ეს ძალიან კარგია რა. ეხლა გამახსენდა, ხშირად იყო ხოლმე, რომ აქ ხვდებოდით ხოლმე და შენ და მივდიოდით ხოლმე შუა ქალაქის რეპეტიციებზე და გადაღებაზე. კი ბატონო და ის დრო ის გრაფიკი. თბილად გახსენდება? კი, ძალიან. თუმცა ეხლა ამ გადმოსახედიდან რო უყურებ, მე ეგეთი პროფესიონალურად აწყობილ საქმეში არც მანამდე და არც მის მერე შემხებლობა აღარ მქონია სამწუხაროდ, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა არა მარტო როგორც მხატვრული თვალსაზრისით ღირებული, ვფიქრობ, რომ იდეალური მაგალითია გუნდური მუშაობის რაღაცა ახალი სიტყვის და რეალურად ეგრეც იყო, ხო? ფაქტიურად სპექტაკლის რეჟიმში იყო, ხო? 300 ადამიანამდე ესწრებოდა ჩაწერას და 45 წუთიან სერიას ერთ დღეს წერდით. ერთი შესვენებით სერიებს შორის, ანუ აი სრული სიგიჟეა რა. მაყურებელსაც რო უთხრათ, ანუ მივდიოდით დაახლოებით 3 დღის განმავლობაში გქონდა რეპეტიციები, ჩვეულებრივად როგორც სპექტაკლისთვის ემზადების, სცენარს ვიღებდით, ამ სცენარს განვიხილავდით, ვжებოდით, საუბრობდით, ვიწყებდით რეპეტიციას, 3 დღეში ვდგამდით 2 მოქმედებიან სპექტაკლს. ერთ საღამოს ვიკრიბებოდით, შემოდიოდა მაყურებელი, ვიკეთებდით გრიმს, ვიცამდით და იწყებოდა სპექტაკლი. ჯაბა, მედი შენს პერსონაჟზეც ვილაპარაკოთ, რომელიც არის ძალიან საყვარელი და ძალიან სასაცილო ბიჭი, სანდრა, უყვარს ყველას. დარწმუნებული ვარ, ხა ძალიან ხშირად ადრე აღიქვამდნენ როგორც სანდროს, იმიტომ დიდი ხანი რო თამაშობ. მე მაგალითად ყველა დღემდე მაინც ამდენი წელი გავიდა და შენ თიკა ხარ, კი, თიკა და რომ მოგესალმებიან გარეთ. შენ კიდე გაქვს ეგ მომენტები, რომ უნდათ რომ სულელი და რაღაცნაირი იყო. და რატო ხარ ესეთი? ნუ მაინც დრო მაინც თავის იქნა, ასე ვთქვათ, რომ გავიზარდე. აღარა შეგერია. დავკასდი და რაღაცა უფრო სერიოზულად აღვიქვა საზოგადოება უკვე, მაგრამ ნუ იმ პერიოდში ხო ეს განსაკუთრებულად იყო. ხონდა პროტესტი, გაღიზიანებდა ეგ მომენტი, რომ ეცი არა, სიმართლე გითხრა გარკვეულწილად, რახან ესე აღიქვამდნენ, ესე იგი ძალიან ცუდი ნამუშევარიც არ იყო. არა, ძალიან კარგი ნამუშევარი. მე მიხარია, რომ შენთან ერთად ბავშვობა მაკავშირებს ის ბავშვობის სპექტაკლები, რომლებშიც ერთად თამაშობდით, თუ ვიპოვე სურათები. გავაზიარებ, როგორები ვიყავით სპექტაკლებში პატარები. ძალიან პატარები, მართლა. მიხარია, რომ შუა ქალაქშიც აი ესე დავახლოვდით და ბოლოს მიხარია ჩვენი ბოლო სპექტაკლი ერთად, სადაც პარტნიორები ვიყავით მარჯანიშვილის თეატრში და ეს უკვე სხვა ეს იყო. რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან კარგად მახსენდება ის სპექტაკლი. კი, ნამდვილად არის ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი ბოლო წლებში. ტრეიცერის სონატა, ლევან წულაძის სპექტაკლი, რომელიც მარჯანიშვილში ვითამაშეთ და არის რაღაც უსაყვარლესი სპექტაკლი. და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ თქვენი პერსონა ისეთი ინტენსიურით თეატრში. არა, ნუ არ ვქნათ ესეთია ცხოვრება. ნახოთ, წინ რაღაცები გველოდება საინტერესო. ჯაბა, მოკლედ, მე ხავ ვფიქრობ, რომ უნდა გავიქცე, მოვასწრო კიდე ერთ ორ ადგილას შერბენა და ჩვენი მსახიობების შემოკრება. კი ბატონო. და ერთად მინდა რომ აუცილებლად წავიდეთ და ვნახოთ ის ადგილი, სადაც ვიღებდით აი იმ სერიალს, რომელიც ესე უყვარს. აი ეს არის ერთ-ერთი ესეთი გულის ამაჩუყებელი, რაღაცაც ახლა ვიზავთ, იმიტომ რომ რაღაცა ეს არის. ამდენი წელი გვაქვს კი გატარებული და რამდენი წამი და წუთი.
ნახოთ, საინტერესო იქნება. წავიდეთ. თქვენს დამიჯერებთ. გამოგხევთ. არქის გენერალური სპონსორია არქი, ნომერ 1 დეველოპერი საქართველოში. აქვე გეტყვით, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და მომწერეთ რისი ნახვა გინდათ და რომელი ქალაქის დათვალიერება. ახლა მოვედით თავისუფალ თეატრთან და მოდი დავურეკოთ თამუნა ნიკოლაძეს. გავიგოთ, სად არის. თამუნა დიდი ხანია უკვე თავისუფალი თეატრის მსახიობია. თამუნა, როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? მეც კარგად. თავისუფალ თეატრთან ვდგავარ და გელოდები, შენი აფიშებია გარშემო ყველგან. ой, კარგი. ზუსტად 7 წუთში მანდვარ. კარგი, გელოდები. კაი გინაცვალე, კოცნი ეხავე მოვალ. კარგი, კოცნი. და გაკოცებ რეალურად. აბარას ვიზამ, აბარა. კარგი. აი, 7 წუთში კოცნით თამუნას. სალამეზე აფიშებია მსახიობების, რომლიდან ბევრიც არის შუაქალაქის მსახიობი. გოგა ბარბაკაძე, თამუნა ნიკოლაძე, თათული ედიშარაშვილი, ბაჩო ქაჯაია, სალომე. აი, ნახე, ყველა აქ არის. თათული, ბაჩო და აქვე არის მამუკა, რომელიც ერთ სერიაში თამაშობდა. ერთი სერია იყო, მე მივდიოდი მასთან რაღაც სამსახურს ვეძებ და მეუბნება რაღაც complaint modeling system თუ იცი რა არის და ძალიან ატაცებული იყო ეს ფრაზა. ყველა მაგას მეკითხებოდა, დღეს მკითხავ ვიღაცამ complaint modeling system ხო არ იცი რა არის. უფრო გამოცდილი სპეციალისტი გჭირდება, იცი, რომელსაც კარგად ესმის Lightwave 2 3D Max, conflict modulation, animation system და ასე შემდეგ. Yes. აქვეა გოგაცა თამუნაძე. მეგონი სწორად გილას მოვედით, იმიტომ რომ თითქმის ყველა მსახიობი თამაშობს აქ. თამუნაც მოვიდა. დაგინახე. რა გოგო მელოდება. ჩემი მეგობარი. შენი ნახო. მამამაზი ხარ. ისევის ლელა ხარ სტუდენტობის დროს გრძელი თმა. შევიცვალეთ ორივე, მაგრამ უკეთესობისკენ შევიცვალეთ. ყველაფერი რაც ხდება უკეთესობის. ეს სხვათა შორის პირდაპირ გამახსენდა. თან ხშირად ბავშვები, რომლებიც უყურებენ და შუა ქალაქს ხედავენ, რომ პატარა გოგოები თამაშობენ, მე არის ხომ როგორ შეცვლილან. დიახაც შევიცვალე. არა, ასეც უნდა მომხდარიყო. აბარა. თუ შეიცვალე, არაფერი არ განვითარდება. და ხა გავიგებთ სად წავედით და როგორ შევიცვალეთ. შევიდეთ სიგრილეში ცოტა. წამოდი. წავიდეთ. ლელა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ როგორც კი დამირეკე ძალიან გამიხარდა. მე მიხარი. დღეს რო იწყებოდეს შუაქალაქი და პირველი დღე იყოს, როცა თამუნა მივიდა აი ამ სერიალის გადასაყრად. რას ეტყოდი შენ თავს აი ამ წლების მერე? ვერ წარმოვიდგენდი ნამდვილად ის დრო, რაც გავიდა, ანუ 19 წელი ხდება სექტემბერში სერიალის დაწყებიდან. 2007 წელი 23 სექტემბერს შაბათ ცაცაძე გავიდა პირველი სერია და განსხვავებული ფორმატის და განსხვავებული ხარისხის. ხო, თან სიტუაციური იყო. აი ესეც უნდა იყოს სცენაზე. სცენაზე მტვერიცალი, პეტერა ბუზია, პეტერა კოღუა, პეტერა რაღაცა წერია. ხო, და ესეც კარგია დატოვეთ. ხო და ყველაფერი საჭიროა. და ანუ მართლა ვერ წარმომედგინა და ну, ასე მოხდა 19 წელი, 10 წელი ვიყავით პავილიონში, თითქმის ჩვენ ერთად მოგვიწია, ეს 10 წელი ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი. ზუსტად. და მას შემდეგ რაც დამთავრდა ზოგადად 2011-ში დამთავრდა, მე 2017-ში გაგრძელება დამთავრდა და არ ვიცი ხო, ну 8 წელია იმეორებენ სისტემატურად ხდება ეს. ახალი წელი შობა, ну ეს არის საოცრე. რატო აქვს ამხელა რეიტინგი? რატო უყურებს ახალი თაობა, რომელიც დაბადებული არ ყოფილა? იმიტომ რომ მე მაქვს ამაზე უკვე პასუხი წლების შემდეგ მივიღე, ეს არის ძალიან სწორი ამბავი. სიუჟეტი, არის ურთიერთობები და არის ძალიან მკვეთრი საქართველოსთვის დამახასიათებელი პერსონაჟები. მეგობრობა, განსხვავებული, აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟების მეგობრობა არის ძალიან
ესეთი დამახასიათებელი და პირველი, რაც ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერი ტიპის ადამიანის ყურადღებას იქცევს, იმიტომ რომ მგონია რომ მაგაზე დგას ურთიერთობებში დგას ყველაფერი. მარადიული ეს სიტყვა. გეხოთები გაიხსენე მომენტი, რა თქმა უნდა, ეს წლები გრძელდებოდა შუა ქალაქი და ყოველას ცხოვრებაში ბევრი რაღაცა იცვლებოდა. მაგრამ ეს არ ჩანს. რა ხდებოდა მიღმა ისეთი ყველაზე რთული პერიოდი თუ ყოფილა, რაც შენ თქვა სერიალი დაგეხმარა რომ ამ ყველაფერის რაღაც უფრო მარტივად გადაგელახა, ან რაღაცა რაც გახსოვს ისეთი რაც შეიძლება რომ გაიხსენო და არ გითქვა ამ საქამდე, რაც მაყურებელმა არ იცის და ყოველთვის ხედავს რომ აი რა ლამაზები ხართ, რა საყვარლები ხართ, როგორი მხიარულები ხართ და ზოგჯერ გთხოვენ იგივე იყო ცხოვრებაში. შუა ქალაქის ესეთი ბობოქარის სერიების და შაბათი კვირა დუღდა ქალაქში იყო სიჩუმე. ყველა ჩვენ გვიყურებდა და გადაღებების პარალელურად ეს არის ის პროცესი, რომელიც მე გავიარე, მქონდა ძალიან რთული, დაძაბული, ტკივილიანი პირადი ცხოვრება. ნუ მოხდა რაღაცები იყო და არა იყო რა. რაღაცები იყო და ნუ დავემშვიდობე, ასე მოხდა, ასე გადაწყდა, ალბათ ეს ასეც იყო საჭირო. წლები გადის და მე ფილტრავ და ხვდები რომ ასე უნდა მომხდარიყო. და პავილიონში როცა მივდიოდი, მე მაქსიმალურად ვცდილობდი დამეფარა ჩემი ცრემლიანი თვალები, ჩემი გულის ტკივილი და მე ვიდექი სიტუაციურ კომედიაში, რასაც მაყურებელი დღესაც უყურებს. რომ წარმოიდგინოთ, ამ უნდა რომ გვიყურებს მილიონი ადამიანი და გვიყურებს მილიონი ადამიანი, შუა ქალაქს უყურებს მილიონ ადამიანზე მეტი ყოველდღიურად და რას ეტყოდი იმ ბავშვებს, რომლებიც აი ესე გაუთავებლად გვიყურებენ და გულშემატკივრებენ და უყვარხარ. იცი რა, გვიყურეთ, რა თქმა უნდა, ახლა არ გვიყუროთ, როგორ ვუთხრა, იმიტომ რომ მართლა ესეთი ჯანსაღი პროდუქტია. შუა ქალაქი ჭირდება ამ ადამიანებს და მე მგონი არაფერს არ ვაფუჭებთ მე და შენ და ჩვენი კოლეგები. ვინც თამაშობთ ამ სერიალში. უბრალოდ მშობლებს დაუჯერეთ და ჭამის დროს, მოდი ცოტა ხანი თვალი დაასვენეთ, გამორთეთ და საუზმე, სადილი, ვახშამი, სამხარი დაამთავრეთ და მერე ჩართეთ. ეს უკვე ცოტა სამყარელი პასუხია. არასოდეს არ წარმოვიდგენდი რომ ვინმე ესეთ პასუხს გავცემდა. არ მივიდგენდი რომ აუ ძალიან საყვარლები ხართ, მადლობა რომ გვიყურებთ, რაღაცა მიყურეთ. ხო, მე ნელა შენი არ დადეთ ტელეფონები. ჯერ ჭამეთ და მერე გვიყურეთ. ეხლა თიკათი მოგმართა, იცი რა მახსოვს? ქეთევანის და ლაშას ქორწილი და თიკა შემოდის ფოტოაპარატით. და რაღაც ფოტოებს რო გვიღებდი, ეხლა უცებ ის კადრი, იცი როგორ დაიხატა ესე თვალწინა, მე ძალიან გამხდარი თეთრი კაპით და დაღმერთო ჩემ. აი ხა ვფიქრობდი, ღმერთო ჩემო 20 წლის წინ დაახლოებით ხდებოდა. თითქმის 20 წელი გავიდა, რაც ეს ყველაფერი ხდებოდა. ანუ 20-ის რო გავხდებით, ლელა რაღაც უნდა დავგეგმოთ. კი, რაღაც აღნიშნა ჭირდება ამ ყველაფერს. მოდი ხა ავღნიშნოთ 18 წლის რო ვარ და 19 სექტემბერში ხარია რომ მე მგონი მე რაღაცნაირად მომუყრი ამ ყველაფერს და საინტერესო რაღაცები გელოდებათ და 20 წლის მე უკვე სტუმრებით დავპატიჟოთ და თქვენ შემოგვერდით ბავშვობა და დიდი ტორტი და გავაკეთოთ და ამომხტეთ ამ ტორტიდან და რაღაცა ვიგიჟოთ. რა უთქვამთ ყველაზე ესეთი დამახასიათებელი გამორჩეული რომელიც დაგამახსოვრდა ქუჩაში, ან შენს თაყვანისეულ გულშემატკივრს ისეთი რაღაც გამორჩეული, რაც დაგამახსოვრდა დღემდე. ხო, ეს სასწაული ამბავია მართლა, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება, ერთ-ერთი გოგონა, რომელმაც ისეთი ფარულად რაღაც წერილების საახალწლო ფუსფუსი იყო და რაღაც წერილებს წერდით ერთმანეთს და ერთ-ერთმა სტუდენტმა, როდესაც დაწერა, ოღონდ ვიცი გოგოა. სახელი და გვარი არ მიუთითა, მაგრამ ისე გაწითლდა, რომ ეს მივხვდი, რომ ვინ არის ავტორი. მინდა ვიყოთ ამუნა ნიკოლაძე. თორჩი, ამაზე დიდი კომპლიმენტი არ არსებობს. აი 20 წუთია უკვე 20 წუთის წინ უნდა მოსული. არ იცის დაგვიანე. არა, ხანდახან შეიძლება დააგვიანოს. რა ვიცი, შეიძლება რაღაცა ჩაიცვა, მე ის არ მოეწონა. არა, მოვაიხავე. ხა შავი არ ჩაიცვას, იმიტომ რომ უეჭველი აქ იქნება. ხოლმე ერთმანეთს იცი, გადაღების დროს. კი. მივდივართ გადაღებაზე და თათული. აბა სად ხარ, როგორ ხარ? ნე, ხო. სად ვარ, ასე სად ვარ?
გოგო, თავისუფალ თეატრთან ხო უნდა მოსულიყავი ორზე? არ არსებობს ლელა. მე საერთოდ ამომივარდა თავიდან. ანუ დღეს უნდა მოსულიყავი? გოგო, ხო. თათული ხო კარგად ხარ? რატო არ შემახსენეთ? და არ შეგახსენე, ხო იცოდი 2 საათზე. ვიცოდი, მაგრამ დამავიწყდა. რა დაგავიწყდა? აი მე დამავიწყდა. აი, აბა რა გავაკეთე? არა უშავს. უნდა გავაკეთო ახლა. თუ მაშინ წავედი მე. კაი, კაი რა, აუ მაპატიეთ ხალხნო. კაი, თათული არა უშავს, არის დარდო. მე გავდივარ ქალაქიდან, ლელა და როდის გადავიღოთ ახლა სექტემბერში. ბოდიში რა. კაი, თათული, კოს. გამარჯობა, როგორ ხართ? მაშინ წავალ მე სახლში. აღარ გამოდის გადაღება. კაი, არა უშავს, შენ გადაგიღებ ცალკე რა. კიდე რაღაცას ჩავწერ საერთოდ. მე ხო არ ვიქნები 2 საათ ნახევარი. არ ვიცი, ცოტა უპასუხისმგებლობა ახლა. რა არის ლელა? რა არის გოგო? უპასუხისმგებლობა. როგორ დამავიწყდები? არა, შავი გედი, თეთრი გედიო. როგორ დამავიწყდებოდი? პროსა ეგეთ ხასიათზე ვიყავით. შოკ. გეცნობათ ეს სახლი? ყოველი შუა ქალაქის სერიის დაწყების წინ ჩანდა კონკრეტულად ეს სახლი, რომელშიც ცხოვრობდნენ ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი სერიალის გმირები. თუმცა რა თქმა უნდა, აქ არ ვიღებდით სერიალს, ვიღებდით პავილიონში, სადაც დღეს მინდა რომ წავიდეთ და გაჩვენოთ თუ რა ხდება იმ პავილიონში, სადაც წლების განმავლობაში ვიღებდით ამ სერიალს და თან ჩვენ საყვარელ მსახიობებსაც შევხვდებით. წამოვყევით. თათული ხეთი რა გამახსენდა? ჩვენი მეგობრობის სცენა, თიკა და თამარის მეგობრობის ამბები ზოგადად. ჩვენ დავმეგობრდით სამსახურში, მე წაგიყვანე. ხო, წამიყვანე. და ვცდილობდი რომ ძალიან რაღაცა ხალხში გამოგეყვანე, მაგრამ პირიქით გამოვიდა. აგძირე. წამომიყვანე სახლში. ხო. და მე მახსოვს აი ჩვენი ძალიან მაგარი სცენა. ბარის სცენა როა. ეგ სცენა ძალიან მაგარი. ასე ვთქვათ, ვაგოიმებთ გოგოებს, ეს ავთანდილი და ეს ქეთევანი. გახსოვს? ეს სცენა იყო, მე მგონი ყველაზე ისეთი, აი, გატიკტოკებული. მარი? რა კარგი ზედაგაცვია. მარტო მოგეწონა, ავთანდილი. თამარ, შენ ძალიან კარგი ჟაკეტი გაქვს. მართლა? ქეთევანი. 19 წელი ხდება, რაც ეკრანზე შუა ქალაქი დაუსრულებლად, ანუ სულ რეჟიმშია ჩართული, სულ ლაივ რეჟიმში. და იმიტომ ის გასაგებია, რომ აი პროფესიონალურად გაკეთებული სერიალია, სცენარი, ცალკე სცენარისტები, რეჟისორი, სამსახიობო გუნდი. ეს ყველაფერი გასაგებია და მართლაც ასეა, მაგრამ მთავარი ნიშა ამ სერიალის არის ის, რომ არის კეთილი, სიკეთეა და ზუსტად იმ ფასეულობებზეა, ამ იუმორში და სიცილ-ხითხიტში ხაზგასმა, რაც ჩვენ გვიყვარს, რაც ქართულია, რაც ჩვენთან ახლოს არის და არ არის თითიდან გამოწოვილი და მოკლედ ბევრი ამბავი და ასეთია მუდმივობას ალბათ ეს ფაქტორები აკეთებს რა. განერირთული წინადადება ვთქვი, მაგრამ მინდა რომ ძალიან ისე მაღალფერდოვანი და განათლებული. ხო, რომ კარგი რეიტინგი და კარგი ნახვები კონდეს ახლა ამ შენს ასე ვთქვათ YouTube გადაცემას. აუცილებლად, მაგრამ იმ ხელა სიამოვნებას ვღებულობ ახლა მე თქვენი ნახვით და ამ წარსულში დაბრუნებით ვერ წარმოიდგინე. რა მაგიტანა შუა ქალაქმა? რა შემოიტანა შენს ცხოვრებაში? ისეთი რაც შუა ქალაქის გარეშე არ გიქნებოდა. ну ბუნებრივია სიყვარული, პოპულარობა, ბევრი რამე, მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც
ძალიან ვუფრთხილდები და სულ შიშის თვალით თუ ემოციით და გულის ფანცქალით ვუფრთხილდები და შევყურებ, ეს არის პასუხისმგებლობა. პროფესიული პასუხისმგებლობა და როგორც მოქალაქის პასუხისმგებლობა, ანუ როგორც მსახიობის, როგორც დედის, როგორც მეუღლის, ანუ ყველანაირი პასუხისმგებლობა უფრო როგორ თქვა, გააზვიადა, გამიზვიადა. მე მაინც შუა ქალაქს ვთვლი ღმერთის საჩუქრად. იმიტომ რომ ნებისმიერი მსახიობი, ასეთი ისეთი გადასარევი, ნებისმიერი შესაძლოა აღმოჩენილიყო ჩვენს ადგილას. უბრალოდ ეს იყო იღბალი, სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოჩნდით. მიუხედავად იმისა, რომ ამდენ ხალხს უყვარხარ, ატარა მერე შეცდომას არ გპატიო, ანუ ცხვირა წეულმა თუ ზევიდან უყურე ვიღაცას, რაც ხშირად ხდება ძალიანთან. ძალიან ხშირად, ძალიან საყვარელი მსახიობები, ადამიანები, ცნობილი ადამიანები. არც მოგესალმოს და ისეთი პასუხი გაქცეს, რომ დაკარგო ყველანაირი რაღაცა ის თბილი შეგრძნება, რაც ჰქონდა. ხო და არ არის ეგრე რა. უნდა მიესალმო კიდეც, უნდა ჩაეხუტო კიდეც და რა ვიცი, თუ საჭიროა, უნდა დაეხმარო მძიმე ბარგის მიტანაში რაღაცა ადგილამდე, იმიტომ რომ ხო რა ვიცი, რაც არ უნდა მაგარი არტისტი იყო, რაც არ უნდა შემდგარი და წარმატებული, პირველ რიგში უნდა იყო ადამიანი. აბა რა. ხო, ჩვენ ცოტა ახლა სხვაგან წავედით და ძალიან შუა ქალაქიდან ძალიან ფილოსოფიურ თემებზე გადავინაცვლეთ. და დავყავა რამ გოგო. იცი რა, მინდა გოგა გველოდება და მინდა რომ მალე მივიდეთ. როგორც ვიცი, თქვენი პერსონაჟები ესე არიყვნენ. ანუ სცენარში არ არსებობდა ლონტების პერსონაჟები. ანუ მე და თამუნა ვიყავით ცალ-ცალკე კასტინგზე. სხვადასხვა დღეს არც ვიცოდი თამუნა თუ იყო, არც მან იცოდა მე თუ ვიყავი. და აღმოჩნდა რომ ერთი და იგივე დავალება მოგცეს, ნუ ბუნებრივია, შაბლონურია ხოლმე, ხო, ეს დავალებები. და აღმოჩნდა რომ ერთი და იგივე ვაკეთეთ, ერთი და იგივე სვიტყვი შემოვიცვით, ანუ ერთნაირად ვაკეთეთ და ერთნაირად ვაკეთეთ სიგიჟები, ერთნაირად დავაწყვეტეთ იქ მსახიობებს ნერვები კეთების დროს მე მაგზავს რომ ერთ-ერთმა მსახიობმა იმდენად აქტიური ვიყავით, ვიცი თქმა პატარაც ვიყავი, ეთქმა წინა ამოვეფარე, გაღიზიანა და ეს ბიჭი და თმაში ჩამავლო ხელი და ვადაგასულია ხა რუჩივლებენ. ხო და გადაცემაშიც მოვყევი ეს და მე არც მახსოვდა ვინ იყო ეს ბიჭი და მე თვითონ მითხარა ის ბიჭი მე ვიყავიო, შემხვდა იმედის ეთერში, ხო, მე ვიყავი ის ბიჭიო. და კაი დიდი ბიჭი იყო, კიდევ კაი ხელი არ შევუბრუნე. ხო და ნუ აი ესე მოხდა რა, გადაწყვეტები დავამატეთ, ვიყავით რეალურად თავიდან ეპიზოდური მსახიობი ეპიზოდზე და როლებისთვის. მაგრამ მე რა ვიცი, ავიკელით იქაურობა ყველას გადაეფარე. აი ესე გამოვიდა რა, ხო. ეხა 2-3 წუთში მივალთ. აი აქ იყო ჩვენი ოფისი. გახსოვს ზემოთ და ეს იყო პავილიონი. შენგენაც ვარ, მიყვარხარ. აღარ მიშვებ აქ. პრივეტ, როგორ ახარ ზიო? ჯიმიკო. არქის გენერალური სპონსორია არქი, ნომერ 1 დეველოპერი საქართველოში. Grand Avenue არქის ყველაზე მასშტაბური პროექტია. სივრცე, სადაც ქალაქური ცხოვრების ყველა კომფორტი ერთ ადგილასაა თავმოყრილი. 75%-ით გამწვანებული გარემო, აუზები, სპა, სპორტული სივრცეები, კაფეები, სკოლა და საბავშვო ბაღიც კი. ყველაფერი იმისთვის, რომ ყოველდღიური ცხოვრება უფრო მარტივი, კომფორტული და სასიამოვნო გახდეს. ეს ნამდვილად ქალაქია ქალაქში, სადაც შეგიძლია იცხოვრო, დაისვენო და ისიამოვნო სახლიდან შორს წასვლის გარეშე. რაიმე ეს ხალიჩა აღარ დამანახო. ეხლა შევდივართ იმ პავილიონში, სადაც რეალურად მიდიოდა შუა ქალაქის გადაღებები.
შეცვლილი იქნება ყველაფერი, მაგრამ მოდი ვნახოთ რა ხდება. ბოლოში იყო ბარი, მაგრამ ხახო იცი თქვენი ჩხეიძეების სახლი ზუსტად და ჩხეიძეების სახლის გვერდზე იყო დერეფანი პატარა ლიფტით სადარბაზო შემოსასვლელი და ვლონტების სახლი. თუ დამატებით რაღაცა ლოკაცია იყო საწყობი, ბარის იქით მხარეს იყო ხოლმე და აქეთ მაყურებელი. ყველაზე ბევრი შეკითხვა იყო, აი თქვენ სადაც ცხოვრობდით, რომელ სახლში ცხოვრობდით? აუ ხო. მაგაზე ღლონტებიდან ხო იყო ფანჯარა, რო ხედებოდი. ხო და ღლონტებიდან თუ ფანჯარა არისო, იქ ოთახი რანაირად არისო? ხო, სახლი არ არსებობდა. დარაჯიდან შემოვიდა. თიკა სახლი როგორ არ არსებობდა? დარაჯი. შიგნით არ ყოფილვართ? ხო, არ ყოფილა. ერთხელ დავაკეთეთ გონი თიკას სახლი. თიკას სახლი არ არსებობდა. ერთხელ დავაკეთეთ ცალკე ავარ. თიკას სამსახური ოფისი. თიკას კარი იყო, რომ შედიოდი პატარა ესეთი ოთახი იყო. ხო და მაგაზე იყო, მაგას ყვები, ის ამბავი რო იყო, რომ თუ ღლონტები ფანჯიდან ლოთმათე საიდანაც ეძახდი. აქ თუ ფანჯარა არის, იქ სახლი საჩევდი ვართო. ხო. ნუ ეს კუთხის ბინა იყო. ხო, ნუ პატარა. მაგრამ გონი ერთხელ გადავიღეთ, ოღონდ სხვაგან ავაშენეთ, თვითონ შევდიოდით. ეგრევა გადაღებული გოგას საძინებელი მაგათად, ისიც არ არსებობდა, მაგრამ სადაც იყვნენ ის რა ქვია ირაკლი ჩხეიძე და მარიკა. ეგრე საძინებელიც ცალკე იყო დამატებით. აი იქით იყო ცარიელი სივრცე, სადაც დამატებით ლოკაცია თუ ეწყობოდა ხოლმე ტყეც, სოფელი. თქვენი სამსახური ოფისიც მანდ იყო კი. ხო, ოფისში. ანუ ყველაფერი იყო ერთ პავილიონში, ერთ სივრცეში. ხო. ძირითადი იყო 4 ლოკაცია და მაყურებელს მართლა გონია, რომ მართლა სახლებში ვიღებდით და მართლა ტყეში და მართლა სოფელში. მართლა ვაკეში ის კორპუსი. ვიყავი კორპუსთან. ის მომენტი გახსოვთ კულისებში რომ ვიკრიბებოდი ხოლმე სპექტაკლი მეტი უნდა დაწყებულიყო გადაღება ესე ხელებს რო ვაკეთებ. ბორჯღალი. ბორჯღალი იყო, ხო? ბორჯღალზე ვიკრიბებოდი. მოდი. ბორჯღალი. გამოიწერეთ ლევას. ასეც იყო, ასე ხელი. ასეც მაგრამ აწვევ. აი ესე რომ ატრიანებდით. ახალი ბორჯა. მადლობა მთელ საქართველოს, რომ ასე შეგიყვარა ხალხმა ახლა ესე წოდან. და ამდენი ხანი გავიდა. ახლა დილას ფიქრობდი რა მოვდიოდი, რომ აი არა ვერ გეტყვი ვერც ერთ ჩემ ნათესავს. ეხლა აი ნათესაური ხაზით, დედის და მამის მხრიდან. აჰა. ვისთანაც ამდენი დრო ერთად გაგვიტარებია? ხო, ვერც მე, ვერ დავსახე. ხო, აი არ მართლა გეუნები. რა ვქნათ, შეიძლება ხო, არც ერთ სპექტაკლზე, არც ერთ ფილმზე ამდენი ხანი არ მუშაობ წლები. დღესაც აი შინაურად ვთვლი, თითქოს აი სხვანაირად ვერც არც უნდა გეცხოვრა. ასე რომ მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა რომ გიღვარვართ და მადლობა რომ ჩემთან ერთად ხართ. დიდი მადლობა შენ, უამრავი წარმატება ლელა. გამოიწერეთ ლელა. გამოიწერეთ. გით ვერ გაიგეთ ხალხო. ხმაზე ნუ მაყვირეთ, გამოიწერეთ. როგორ გაგეჩნდათ ეგ იდეა და შენ ხარ ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც ეს სუთავიდან მოყვება ამ სერიალს. კი ბატონო, გეტყვი, ანუ თავიდან ვინც ვიყავით და გვინდოდა რამე ახალი დაგვეწყო, მანამდე ვაკეთებთ რაღაც იუმორისტულ ფორმატებს, მაგრამ სხვა ფორმატი იყო და ირაკლი კაკაბაძის იდეა იყო, რომ სერიალი გავაკეთებინა, თან მაგ დროს ძალიან იყო ფანი ფრენცის, რაც ესეთი ლეგენდარული სერიალი იყო, სიტკომის მიმართულება რაც არის. ნუ უბრალოდ მე ყველამ დავიწყეთ, მეც სიმართლე გითხრა, რაღაცა მქონა ნანახი, მაგრამ ეს თავიდან ბოლომდე ჯერ რო უყურებდა აანალიზებ რა ხდება, მე დავიწყეთ ყურება. გვინდოდა რომ არ ყოფილიყო რაღაც სამოყვარულო და რაღაც გაკეთებული, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო როგორ აკეთდებოდა. აქ უკვე ჩაერთო დათო გოგიჩაიშვილის სანაცნობო, იმიტომ რომ მანამდე სწავლობდა ამერიკაში და ისეთი ხალხი მოაგრო და აქედან დავიგეგმეთ, რომ მასტერ კლასი ვისთან გაგვევლო, რომ აი ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო, რომელიც შემიძლია ვთქვა, რომ დღემდე ვიყენებ იმათ ნასწავლ რაღაც ისეთ ისე დაემთხვა რომ ჩვენ როცა ჩავედით უკვე ფრენცის გადაღება აღარ იყო უბრალოდ შევხვდით იმ ხალხს ვინც აკეთებდა რა ქვია ფრენცს და იმ ხალხთან დაწყებული სცენარის წერიდან დამთავრებული უკვე საბოლოო პროდუქტამდე და ძალიან დიდი განსხვავება აქვს ფორმატს რომელსაც ხალხი ესწრება იქვე და რომელსაც იწერება ხალხის გარეშე
ანუ ყველაფერი დაწყებული სცენარის წერიდან იმ გრაფიკით, როგორი გრაფიკითაც მაიმუშა. ძალიან ამერიკულად მუშაობდით, მე ესე ვიტყვი. ანუ ზუსტად იგივე გრაფიკით და ყველაფერი ზუსტად ისე წავიდა, როგორც იქ ფრენცი აკეთებდა. ხო, იმიტომ რომ ერთი განსხვავება იყო, თან მათამდე სულ კონტროლი დაათო ყოველ კავშირზე იყო და რეიტინგი როგორია, ან რამე ხო არ გჭირდებათ, ერთხელ იყო კიდევაც ჩამოსული, აღარ მახსოვს სახელი და გვარი იმ კაცის. რომელიც აქ სტუდიაში ჩვენი სტუდიას დაათვალე რა სად მუშაობთ, როგორ მუშაობდით. ერთ-ერთი იყო უკვე მეორედ რო ჩავედით, მე მგონი მაშინ შევხვდით, რომ უთხარით რომ ჩვენ ვაკეთებთ კვირაში 2:45 წუთიანს. ეს ფრენცი იყო 23-25 წუთი კვირაში ერთი ცალი. გითხრას რომ ახლა ალბათ ახლა თქვენ უნდა გვასწავლოთ, მაგას როგორ აკეთებთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია იუმორისტული ჟანრის გააკეთო. 2:45 წუთიანი შაბათ-კვირას გადიოდა ხოლმე ჩვენთან ეთერში და ეს. და ხო, თან წინსწრებით ესე არ გქონდა ხოლმე როგორც მახსოვს. არა, წინსწრებით არ იყო. ორი სერია იწერებოდა, ორ შაბათი, სამ შაბათი იყო რეპეტიცია, ოთხ შაბათს ხო ჩაწერა. პარალელურ რეჟიმში სცენარისტები მუშაობდნენ. მონტაჟდებოდა. პარალელურად იყვნენ სცენარისტები, რომლებიც მუშაობდნენ უკვე დაწერილ აუტლაინს. ეს აუტლაინი იწერებოდა 5 შაბათიდან პარასკევამდე. პარასკევიდან უკვე რაღაცა სცენარისტების ნაწილი იწყებდა აწყობას, ცალ-ცალკე დაწერილი ხო. ანუ ეს ხუმრობი სულ ცალ-ცალკე იწერება და მე რომ მიაწევ ერთმანეთს, მიაწევ. ანუ ხუმრობებზე ეწყობა ამბავიც ხა? ხო, და ამბავს ფიქრობდით რა 5 შაბათი და პარასკევი, როცა უკვე 4 შაბათს ჩაწერილი გქონდა. ეხლა მომიყევი ყველაზე მეტად ნერვებს ვინ გეშლიდა? აი, არა, ნერვები არ გეშლება, და ძალიან კომფორტული სამუშაო იყო. თან მე შედეგსაც რო ხედავ სიამოვნებს და ყველათან ძალიან იჭიერი ხალხები არის. ყველა თავის საქმეს აკეთა და უმაღლეს დონეზე. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ექვსჯერ, შვიდჯერ, 8ჯერ. ეს მე უბრალოდ ჩვენთან ერთად ყოფნა მინდა. ჩემს გარდა ყველა შეიყვარა რა. მომყევით ქართველებო. ირა, მომილოცე, ირა. არა, ნათესავები, მომილოცე. ბიჭო მოდია. თვალში ხომ არ გეპატარავებით, ჰა? მე არ ვარ აზრზე. შენ არ ხარ. მე არ ვარ. შენ არ ხარ. ხო, შენ არ ხარ. რა ვიცი. კარგი. მე სანდრო ვარ. ლონდონში რომ სწავლობდი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მართლა თქვენ ხშირად მაინც ხვდებით ერთმანეთს და ჩემთვის არის მართლა ძალიან ისეთი რაღაცნაირი ემოციური, რომ დღეს ახლა აქ ვარ თქვენთან ერთად და მადლობა რა. მადლობა რომ ესე შევყარი და ხო, ყველა ერთად ალბათ არ ყოფილხართ დიდი ხანი. აი, რა ვიცი ხა როგორ დავეთანხმო. როგორ შენი გადაცემა სტუმრად ვარ, წესით რომ გეთანხმებოდა ყველაფერზე, მაგრამ ვერ გეთანხმებოდა. ჩემთან ერთად. აი, აი, კოხი მოვიდა, კოხი. კოხი მოდია. გოჩა კორხელაური. აი ეს არის თავარი დამნაშავე რეჟისორი. რომელი? როგორ არა, ნუ ხარ ხა თავმდაბალი. სერიალი გრძელდება. ჩამოვედით და ხო და შემთხვევით მე შენც არ ხარ. აღმოჩნდი ლონდონში. კოხი, კასტინგი როგორი იყო? თქო ვიხსენებთ, ეხლა ჩემზე მკითხეს კასტინგი. შენ იყავი ჩემ კასტინგზე, გახსავს? ცუდად. როგორ არის იცი? ის იყო ოპერაციამდე. რაღაცები არ მაქვს. არა, ლელა ხო გვიან შემოგვიერთა. მე გვიან შემოგიერდი. მახსოვს, ფარში იყო კასტინგი. და იყო რაღაც კონკრეტული სცენა. მანამდე უყურებდი სერიალს? არ უყურებდი მანამდე სერიალს. მართლა არ უყურებდი. არ მქონდა ნანახი და ადრე მოვყევი თქვენთან მე მგონი გადაცემაში რომ ჩემო მეგობრებმა რო გაიგეს რომ შუა ქალაქიდან დაგირეკესო აი კი ძალით გამამაგდეს და მადლობა ჩემ მეგობრებს თქო ვიცახი და იცი რა მახსოვს ყველაზე კარგად და მინდა რომ თქვა რომ მე მგონი რომ სცენარისტები იყვნენ მაშინ არ ვიცნობდი არავის და ძალიან გულშემატკივრობდნენ რამდენი არ მახსოვს სერიალი და ძალიან უცნაურად ფეხით დავდივით მე ირადი ხალხაზე ათუბოდი შაიშნი ჩანელიძე ეწაოდა და ირადი ვახტანგიჩი ქონდა პენსის ამობინტერებული პირები სურათი ხო რა გვექნება და რაღაცა სერიალს კასტინგს ეზო ვაკრავდით ამ ფოტოებს
მართლა? იგი ქუჩაში ფეხი. ანუ განცხადებაზე მოხიდეთ და მოხვედი. მე უნივერსიტეტში. მე თავისუფლების დროს მე რესპუბლიკურ საავადმყოფოში. იქ თქვენთაც ჩამოვჭრა ერთი წელი. ჩვენ კონდა ეგეთი რაღაც შეიძლება არამსახიობი ყოფილიყავი და მოსულიყავი კასტინგზე. აჰა. ხო და აი უკვე როცა უკვე ეთერში იყო თვითონ სერიალი. ხო ეს უკვე მოსახლეობს აღწერა. ყველა მოდიოდა. ჩემი მასწავლებლის საერთოდ მოუღოთვა. მოყევი. კასტინგზე მოდის ხალბატონი, რომელიც გვეუბნება რომ არა ვარ რომ მსახიობია, მაგრამ თვითონ ცხოვრებაო. ჩემ ქმრისთვის მინდა დამტკიცებინაო, რომ რა ქვია. ეხლა ისე მოუღო რომ იდენტიფიცირება ვერ მოხდეს იდენტობას. დამტკიცებინაო რომ მასადა გარდაიცვალო ცოტა ხნის წინ და ეხლა მაინც რომ გავიდა ეთქვა რაღაცის პერიოდი და თავს მოვიდა და რომ ვკითხე ჩემს სკოლაზე ალაპარაკე და ჩემ მასწავლებლებს მე გარდაიცვალე. და მე აი ესეთი ხალხი. ყველა იყო კასტინგზე. ხო, ანუ ვისაც ქონდა სული, ხო, მე რაღაც გამოვიდა. მინდა ცადო, ნუ რაღაც ყველა ხალხს და. საქართველოს ბევრი იყო ხომ ეპიზოდურ როლში ბარში. კი. ბარში არ მოგოძინე. აუ ეგ გამახსენდა. აჩი მოვიდა ერთხელ და ხო ყავდა ხოლმე ესეთი სტუმარი, სპეციალური სტუმარი ქართულობის. აჰა. ხო და ნუ ადგილი არ იყო თუ რაღაც 300 ადას კამი იყო, გვერდზე ხალხი და გვერდებზე და როგორც ვერდენ არის, მაგრამ ორი სპექტაკლის ჩაწერა მიდია. კი. ხო და ადგილი რო არ იყო, ეს არჩი დავუსვით ბარში. მაყურებლების ხედა მოეჭოли ამას როლი ახლა რატოს. ეს მოჩეცნა ადგილი. ძალიან ბედნიერი იყო. რა მაგარი. შუთან ერთად. ხო. ეგ არ მახსოვდა. ხო, მოდი მაყურებელს კიდე კარგად უთხრათ, ვინც არ იცის, როგორ ხდებოდა, ანუ 300 კაცი შემოდიოდა დარბაზში. თავისის კამებით მოდიოდნენ, გასაშლელის კამებით. კამებით, გოჯებით, კაცმებით. ავტობუსებით ექსკურსიიდან ხალხი ჩამოდიოდა რაიონებიდან. უკან რო გაბრუნდა, იმიტომ რომ ადგილი რო არ იყო, მე მართლა თავის კამებით დაიწყეს. დიდი მონიტორი გარეთ თოვდა 17 დეკემბერი ლაშას და ქეთევანის ქორწილი ხო? საოცარი აი სუფრა რო გაიშალა მართალი და თამადა აგერ ჩვენი ირაკი ანუ ოთარი და შენ იყავი ისეთ მზადებაში. სახში იცი როგორ მივედი, მართლა დისქორწილი რო გეკნება, ხო იცი და ფეხსაცმელს ესე რო იხდი, რომ ქორწილმა კარგად ჩაიარა, აი ეს. პავილიონში ხალხი რო ვერ შემოეტია და ვეღარ დაეტია, გარეთ გაიტანეს. ძალიან დიდი მონიტორი და ყინვაში, თოვაში ასე იდგა ხალხი და გვეხურა. ამბერი ინდიკატორი, რა სიტყვას ხარ, ინდიკატორი. მომწონს ბატონო გოჩა. ინდიკატორი იყო ძალიან, ნუ რეიტინგის გარდა. რეიტინგი მაშინ გადახება რაღაცა, რეიტინგი ძალიან. იყო რეიტინგიც კი შეგება რომ გაანგესაზღვრა რა დონეზე უყარდა ხალხი. მე ხა ერთ რამეს ვთქვა, არაფერი არ მინახავს, რაც კი გამიკეთებია პირდაპირ ეთერში. თავიდან ესე რომ ვიცოდი, ეს მწყებოდა ახლა სერიალი, ვიდეო ქუჩაში, მანქანაში და ველოდებოდი. როდის მორჩებოდა და სახში მისულიყავდა და სახში ყველა უყურებდა. და ბოლოს უკვე შეგვნა ამეცემ რომ ყველა კორპუსი და თავიდან ძალიან მარტივი იყო. აჰა. ზიხარდა მე ყველა კორპუსთან ისმოდა ხო და ყველაზე მაგარი იყო რომ 09-დან დარეკე საინფორმაციო სამსახური იყო ასეთი და გოგოებისგან მადლობაო რომ მანდ ზარები აღარ შემოდის. ისვენებთ ხოლმე. აი ეგ იყო ჩემთვის ყველაზე ისეთი ო ეხლა რომ ვიხსენებ, ანუ ერთი და იგივე დროს უყურებდა, ანუ მთელი მოსახლეობის და მართლა ფანჯრებიდან ქორწილიდან ხალხი მიდიოდა, რომ შუა ქალაქი იწყებაო და ხო ეგ იყო ეგეც ვისაც ქორწილი ქონდა, ის დაკითხა რომ არ უყვარდი. და რა 10 საათზე იშლებოდა. ჩემ ზურგზეს, ანუ სცენა იყო, არ ვიცი შენ გახსოვს თუ არა. მახსოვს. მე წინ ვიდექი და ეს უკან ასე ბოლთას ცემდა რა, რაღაცა და მე ვითომ ასე ველაპარაკებოდი, რომ აი კარგი რა დაათო, აუ ნუ შემჭავე რაღაცა და ეს უკან დადის, ვაიმე ირა და ამ დროს სკოჩით მაგ ამის ტექსტი მიკრული ზურგზე. ოპერატორები მეუნებიან რომ აი ასეც არ შემოbrunდე და ასე გაშეშებული რომ ამის ტექსტი არ გამოჩნდა. აი და აი ფრიდაი ლონდონში ჩამოვიდა მოდი მოვბრძანდი ჯაბა ჩვენ ლონდონში ჩამოვიდა
ეს არის ლონდონში მოწყობილი სტუდია და რა წუწუნებდით ამდე ხას რომ ვერ ჩამოფრინდით, აი სიურპრიზი გაგიკეთეთ და ჩამოგაფრინეთ. მეგობარიც ასეთია რა. წლების ყველაფერი აი ესე. სალომე, შენ გქონდა საყვარელი თქვა ეპიზოდი, საყვარელი სერია? მახსოვს რომ მაგაზე თვითონ ხდებოდი რომ ვითომ რომ მოკვდას, რომ შემოაკვდა ვითომ გოგას, მაგაზე ვიხეოდი სიცილით და ვიждავად მაგეთი. მგონი ძალიან მიყვარს ისინი რო არის გაკეთებული YouTube-ზე მაგას რამოდენიმეჯერ ჩავუჭერდი რომ მეშლება და მაგას კურიოზები ძალიან ბევრი. ეგენი ძალიან სასაცილო. არ ვიცი, მაყურებელმა შეიძლება იცის, მაგრამ ყველაფერი ხდებოდა სტუდიაში და დღე იყო, სოფელში ვიყავით, სახლში ვიყავით, სადღაც, აი ყველაფერი აბსოლუტურად ერთ კვირაში შენდებოდა, აი ამ ეხა პავილიონში, სადაც ვიყავით, იმ პავილიონში აშენებდნენ ერთ კვირაში ტყეს და გავდა ტყეს, ჩავდიოდით სოფელში, გზა, ქუჩა, მანქანა, ყველაფერი იყო იქ და სოფელში გუჯასთან რა სცენები იყო. ახალდაბა. ავტორ შემოდის ბოტები და გუჯა. და სტუმრები, ხო, სპეციალური სტუმრები ძალიან. აი პაუზა მანდიყო თუ ჯაბამ დაკლა კათამი თუ მინდა. გახსოვს რო აფარებდით ხოლმე, რო არ დაენახა მაყურებელს, იყო კულისებში ესე რო გამოდიოდნენ, აფარებული იყო, ნაჭერი რო არ დაენახა მაყურებელს, რეაქცია არ ქონოდა. ყეც კარგი იყო სოკო. შედიოთ ხოლო, ბაჩომ თამუნას სადარბაზოში რომ დაიჩოქა. ხო, აი ცხოვრებაში რო არის გაუხარდა, ვინც შეიძლება ამის ვიტუზის კაბა შენახული მაგ. ძალიან პოპულარული იყო ის ახალწლო კარნავალის სცენა. ჩემი შვილისთვის მინდა ციცინო. ხო, ძალიან პოპულარული. სახალხო სერიებზე დღემდე გიშდე. გოგა, გახსოვს ეგ სცენა? ჩაჩიბაიერა თამაშობდა. ხო, და შენ რო ხანჯლით ადგებოდი. სადაც ესეთი სცენები იყო ხანჯლით. ძოლები. ტელეკარგას მახსოვს. მივეს თუ ვაშინებდი და ნერვებს უშტიდი, ეს ძალიან მოვწონდა. მე რო გეყადავებოდი ეგ სცენები? ეგ ნერვებს. ჯაბას ვარცხილობა არ გახსოვთ? ეკას პროცესში. აუ რაღაცა სცენა არ ვიცი რომელი სეზონი რომელი სერია ჩეიძეებშია სუფრა გაშლილი кейფია შემთხვევით წავაწყდი მე ჩაგიგდი ცეკვა ანუ წყნარად ძალიან ესეთი დარბაისური სიტუაცია ვხედავთ სტუმრები მიირთმევენ უცებ მე და თამუნა წამოვხტებით ცეკვა ხალხო ეს ისეთი სიგიჟე ხო ამოხვევა ანუ არაფერში არ წერი არაფერს არ ეწებება რატომ ცეკვად და მე ისეთი სასაცოა მართლა არ მახსოვს რომელი სერია კივი ვიცი რომელი შე რომ მაჩერე ბარში ბაჩოს რო შემოსწრებდათ გოგოს და ვაიმეს რომ ისე რომ დავიყრიბო ახლა დედას ვცავად კეფა აი მთელი დღე მგონია რომ ძალიან გინდა რომ დაიყვირო და აღარ გამომივა ლელა არ არსებობს რომ არ გამოგივიდეს მე არ ვიჯერა აი კეფა აი მეთქინება როგორი იყო ეს ბოლო მომენტი როცა გაიგეთ რომ აი ეს უკვე დასასრულია ამ სერიალის მესმის რომ შეიძლება თქვა რომ მე მგონი უკვე დრო იყო დამთავრებული იყო მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ცხოვრების მაშინ იყო ეს სერიალი და დასრულდა და სევდიანი იყო ძალიან სევდიანი იყო დაამთავრება რომ იცი რა აი ეს რაღაც ყოველ სამშაბათს კი არა და 4 შაბათს წერდით ხოლმე რომ ანუ ცხოვრების რუტინული ამბავი იყო რა ყოველ 4 შაბათს ჩაწერა და რომ გაიაზრებ რომ ანუ 4 შაბათს აღარ მივდივარ შაბათს ანუ სევდიანია თან კი არ კარგავ ის რჩება მეხსიერებას ეკრანს და მუდმივ რეჟიმშია ჩვენებაში მაგრამ აი ამ ყოველდღიურობას კარგავ და სევდიანია ეს ამბავი რა მაინც კიდევ კარგი დამთავრდა, არავის არ გქონია. პირიქით გქონდა, რომ ცუდია რომ თავდება. უნდა დამთავრდეს, მაგრამ ცუდია რომ თავდება. როდის გავაიქეჩი? მე როდის გავამდა, რომ გამოწერე იმას. უნდა გამოიწერო და აუცილებლად. აი ეხლავე, უნდა გამოიწერო კომპლიმენტობა. მაგრამ ზარია და ის ტიპებში გამარკვიეთ. ხო და წინასწარ მოგდის ამბავი. აი ხა შედი მობილურში, აიღე YouTube-ზე შედი. ლელა მებურიშვილი, არ მოგიგდებს ჩემ ფოტოს მიხვდები სახეზე და დააჭერ
ინგლისურად დაწერია subscribe. 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 და გვიყურეთ. გამოწერე გოგა. გახსოვთ ყველაზე მაგარი, გახსოვთ ბოლოს რომ თავდებოდა ხოლმე? ეგ მაყურებელს არ ექნება ნანახი თავ დაკორა რო ქონდა ხოლმე. სამბავი. ეგ იყო ხოლმე ბოლოს მოდი. პრემიერები და გამოდა. რეჟისორის პამ ქონდა კრას. აი ეს. მადლობა.